ჩვენ ხო თქვით ის რომ დამოუკიდებელი არ არის ქვეყანა რესპუბლიკა და ვიზედაც ახარ დამოუკიდებული მასეთ პირობებში უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვის დანიშნავ. მაგალითად, როცა მე გმართავ თქვენ ოჯახს მაგალითად მართავ მე ხო? რა მნიშვნელობა აქვს მანდ ვინ დადგება? მთავარი მე ვმართავ მაგას და ჩემი შემსრულებელი კახკალაძე იქნება თუ ჩიბურდანიძე ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ მაშინ ახართ სწორი როცა რესპუბლიკა განთავისუფლდება, ესე იგი აღარ იქნება პოლიტიკური ჩარევა, არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან. აი მაშინ უკვე შერჩევა სელექციური უნდა წავიდეს მართლაც ეხლა კიდე რაც ჩანს ეს იმდენად საინტერესო არ არის ვიდრე ის რაც არა ჩანს ჩვენ ეს აღვნიშნოთ ამ ხილული სამყაროს მიღმა რა ამოძრავებს დედამიწას აი თქვენ ხართ მორწმუნე ადამიანი ხომ და არა მარტო თქვენ ყველას აქვს პრეტენზია რომ წამს და ეს რწმენა უკავშირდება გონიერი არსებობას ინტელექტუალური არსების არსებობას სამყაროს მიღმა ხედავთ იმას თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ამ დედამიწას რა ამოძრავებს თავად მოძრაობს ეს თუ ინტელექტუალური არსება არ ადგას ამის უკან მაშინ ეს თვითმოძრავი ყოფილა დედამიწა და თვითონ შეუქმნია თავი არც ისე გავიგოთ რომ ღმერთი რო არის შექმნა დედამიწა ტრიალებს და წავიდა ეს ბზრიალა არ არის დედამიწა ვიღაცას უჭირავს ეს მე მაინტერესებს სამყაროს ვინ მართავს სამყაროს მართავს უხილავში ღმერთი რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ და აი ამ ხილულიდან გავდივართ უხილავში გადმოვიტანოთ პოლიტიკაში ჩვენ დავინტერესდეთ საქართველოს რესპუბლიკას თქვენ ხედავთ ფიძინა მართავს მიშიკო მართავდა ნუ სხვადასხვა არხებით კი ხვდებით რომ რაღაც არ არის საქმე და აი როცა გმართავს ჩვენ სხვა ჩვენ იმ სხვასთან უნდა დავიჭიროთ საქმე რატო გმართავს ასე თუ ღმერთია მივაგენით ჩვენ და არასწორად არის ხილულ სამყაროში რამე ღმერთთან მიმტომ მივდივართ რომ გავიგოთ რატო ასე რომ მივედით რა გითხრა იცი ცოდვა დაცემულები ხართ ეხლა როცა ჩვენ მივადგებით აი თქვა ამერიკას გმართავს რატო გმართავ ესე რა დააშავე იქნები მან გაქვს ეს პასუხი და მასეთ სიტუაციაში უკვე რომელშიც ახლა საქართველოს იმყოფება მოდი ვთქვათ რომ მან ეხლა ჯერ ეს ქვეყანა არ დგას რა ვინ შეიძლება ვინმე არ მიიღოს მაგრამ გიფიქრეთ რომ ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი რა არ არის ერევიან მაგ ძალიან მაღალ დონეზე ელემენტარული ადამიანის დანიშვნას ძერევიან აი თქვენ კითხვაზე ვერაფრით ვერ გავიგეო მეჩიტოვის დანიშვნა ძალიან ადვილი ამ კითხვაზე პასუხის გასცემა აქ იმ შემთხვევაში იქნება ეს სწორი როცა რესპუბლიკა იქნება დამოუკიდებელი მაშინ ესეთი კაცის დანიშვნა მართლაც ვერ გავიგებთ მაგრამ ახლა გასაგებია ვინ ზემოდან კარნახობს აი იქ რო წავიდეთ საიდანაც იმართება მივადგებით რატომ აწყობთ მეჩითოვი მე უნდა დავადგინოთ ერთი რამ ვინც მართავს მაგ ქვეყანას იმას კარგი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის თუ არა ისევე როგორც ხილულ სამყაროში ბოროტებას ხედავთ ბევრს ვინ მართავს ამას თუ მივადგებით იმას რომ ეს ღმერთი მართავს ბოროტია ღმერთი რატომ არის ეს სიმახინჯი ამ ხილულ სამყაროში გაქვს ამაზე პასუხი ღმერთმა ახლა ისე პოლიტიკური სიმწყლეზე ჩამოვიტანოთ საუბარი მაინტერესებს ახლა აი ამ რესპუბლიკას ვინც მართავს იმას ჩვენი კარგი უნდა ძალიან ადვილია მივხვდეთ რომ ვინც მართავს იმას ჩვენთვის კარგი არ უნდა ამას ვერ გაიქცევით და განსაკუთრებით თუ დიდი დოზით გმართავს ჩვენ რუსეთი იმას კარგი არ უნდა ჩვენთვის არც ამერიკას არ უნდა კარგი ჩვენთვის შეიძლება არც ფიქრობდეს ამას იმას თავისი ინტერესები აქვს ღმერთისგან განსხვავებით ესენი ეგოისტები არიან ესენი ადამიანები არიან ღმერთმა გვითხრა რატომ არის ბოროტება სამყაროში და თან ისიც გვითხრა გამოსყიდული ხარ და პრობლემას გამოასწორებ ხო ეს ანალოგიები ისე არ გამიგოთ ადეკვატური იყოს შედარებებით ეს მისანიშნებელი მე ვსხმარობ მე და ქვეყანა ხო მიცით რომ მთელი პრობლემა საქართველოს ისტორიის ის არის ეს ქვეყანა ვერ დადგა ფეხზე რაღაც გარკვეული დოზით ისრაელის ისტორიაც ესე არის გამონაკლისი მარტო არის ერთი სამი მეფე რომ ეფობდა ისეც როცა ღმერთი იყო მასა დანარჩენი ისტორია მისი ხელიდან ხელში გადადიოდა ეგ ქვეყანა აი ეხლაც კი ისრაელი თავის თავს ვერ მართავს სადაც ისრაელი ვერ მართავს თავის ყვალს საქართველოზე რა ვთქვათ თქვენ გონიათ ისრაელია და მოკიდებელი არ გაფინანსებით ყველაფრით დამოკიდებულია ამერიკის შეერთებული შტატებზე ყველაფერში საკამარისი ამან მიატოვოს და დამთავრებულია მაგის ამბავი ეკონომიკურად მაინც ხო იმიტომ რომ ესე არის და ძალიან გავს საქართველოს ისტორიაც ამას განსხვავება ისე რომ ის ებრაელი ეს ქართველია ქართველის პრობლემაც ეს იყო არასოდეს ჩვენ აი ჩვენი თავი არ გვეყუდნოდა ჩვენ ილიამ რო აღმოაჩინა ეგა არც მე-12 საუკუნეში სადღაც შეიძლება იყო გამონათებები მაგრამ ჩვენ ახლა მოდი ვთქვათ ისტორიების ქეკვას არაფერს მომტანი არ არის და ჩვენი ცხოვრებიდან ხვდებით რომ რაც ჩვენ დავიბადეთ და ვართ
საქართველოს მართავს სულ სხვა ქვეყანა, რომელიც ხანდახან არ ჩანს, ხანდახან ჩანს. და ილუზორიულად ჩვენ გონია, რომ ქვეყანას მართავს სააკაშვილი, ქვეყანას მართავს ბიძინა და ჩვენ კიდე იმდენად ბეყები აღმოჩნდით, რომ ვეჩხუბებით სააკაშვილს, ვეჩხუბებით ახლა ივანიშვილს. ეს პრობლემაა მუდამ. ახლა ჩვენ რო ვეჩხუბობთ ხა ბუნებას, სიმახინჯეროა, ბოროტება როა, ეს არის სისულელე. ამიტომ შეგნებულობა იმის შეგნებულობა უნდა შევიგნოთ პრობლემა საიდან არის. და ეხლა მთავრობა კი რაშია დამნაშავე. ეგენი ჩვენ გვატყვევენ რომ დამოუკიდებელი ვართ. აი რა, ბრალდება შემიძლია მე წაუყვინო სააკაშვილს და იგივე ეხლა დღევანდელ პარლამენტს. არაფერი არ შეცვლილა. სრულიად გეთანხმებით. მაგრამ ისმის კითხვა. როგორ უნდა შეიცვალოს, როცა ჩვენ გვმართავს სხვა? აი იმასთან უნდა მივიდეთ ჩვენ. აი იქ სათავეში. და ჩვენ ყოველთვის აი ხილულ სამყაროში ვართ რა, ეს რასაც ხედავთ. გადავაგდეთ შევარდნაძეს, მოვა ისე როცა გვმართავს სხვა, დაგვინიშნავს სხვა. ხო დაგვინიშნეს სააკაშვილი. ჩვენ ხომ ვითომ შევარდნაძე გადავაგდეთ და შემოგვტენეს ის რომ დამოუკიდებლები ვართ. ხო მაგარი ილუზიაა, რომ ეხლაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. ამ დროს არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულად როგორ უნდა ჩატარდეს, როცა არა ვართ ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის. და ეს უკვე სხვა პრობლემა, რატომ ავართ მუდამ ამ დღეში. მე აქ სამ წერტილს დავსვამ, აღარ გავაგრძელებ, არ შეგაწყენთ. თავს მე კი ვიცი პირადად მე რატომ ვართ ამ დღეში. ჩემთვის არის გარკვეულობა და მე არ ვაპირებ კათედრიდან სხვებს ჭკვავარიგო. მთავარი არის ჩემ აზრებში იყოს დალაგება, ჩემი ცნობიერება არ აირიოს და მე არ ვიყო კონფლიქტური საზოგადოებასთან, სამყაროსთან და კოსმოსთან. ეს თუ მოვაწესრიგეთ, ეგ არ არის სიმშვიდე? პირადად მე არ ვტრაბახობ, ეს პრობლემა მე არ მაქვს. აი არ განმიცდი ისე რათელი რიგ რაღაცებს, როგორც აი ახლა ქვევით მიუხვდნენ ისინი. აი ჯერ ერთი მადლობა ღმერთს რომ მე მან დავცხოვრობ. არანაირი სურვილი არ მაქვს მაცხოვრებისა. აი გამორიცხული. ახლა აი არაფერი, უფრო მეც გეტყვი, უკვე მე აღარ მაქვს სურვილი აი დედამიწაზეც ვიყო გამოკიდებული. ახლა ეგ არის თავი. ახლა მე ველოდები აი უკეთესი ვიცი რა, თელი ეს ცნობიერება მიმართულია იქითკენ რომ არის რა ეს ქვეყანა. ახლა იმ თომასი არ იყოს, ბიძია თომას ქოხიდან ძალიან ესეთი ყველასთვის ნაცნობი თემა არის. ის რატომ იყო ესე დარწმუნებული რომ იქითა ქვეყანა? რატო არ გარბის ერთი ბატონის არ გაექცა, მეორეს ხელიდან ხელში გადადის? რა თქვენ გიჟი გონიათ ის იყო? ის ხო ბიბლიას კითხულობდა ის კაცი და რა რწმენა ქონდა მას იცი და ბოლოს აი იმ სამბოს და კვიმბოს გაოცებულები არიან. გითხარით ვინ გაიცა და მომაკვდავი კაცი ქრისტეს ქადაგებს ამ ორ ხეც პიროვნებასთან. ქართულში ბევრი რამე ამოღებულია და ქართულ თარგმანში დამიჯერეთ ის არის რა, გაკომუნისტებული იყო ესა, მათ ბიბლია აღარ ფიგურირებს და ასე არასრულებენ ისინი. მაგრამ აი ახალამდელი თარგმანები თუ მიგიწვდათ ხელი ნახავთ რომ ის სულ ქრისტიანული ის არის, ეს ბიბლიის გადმომღერებაა სოციალურ პლანში. თავად ეს მწერალი ქალიც მეუღლები მსყავდა ღვთისმსახური და ბიბლიასთან წილნაყარი იყო და 7 შვილის დედა და ლინკოლნმა ერთ სახში მიიღო. გახსოვთ პატარა ქალი იყო ესა. ნახეთ როგორი ის იყო ეს პერსონაჟი რა საინტერესო არის იმ თვალსაზრისით რომ თუ ადამიანი მართლა დარწმუნდება ამაში, პრობლემა კი აღარ არის მერე. თორე ის მაშინ აუჯანყდებოდა ბატონს. ერთ შეხედვით კომუნისტები რო თარგმნიან ამას, არ მოეწონებოდათ კომუნისტურ იდეოლოგიაში თომას პასიურობა, ეს სილაჩრე არის. ამ დროს სილაჩრე კი არის ვაჟკაცობა არის. სიზღს არ აფრქვევდე. აი რაღაცნაირად ღმერთიდან იღებს ამას რომ ესია საჭირო და მერე გამოსყიდულია კაცი და მართლაც სხეულს კლავდა სულის მოკვლა არ შეგიძლია, ხო? რაღაც აი ეს თომამ კარგი იდენტიფიკაცია გააკეთა იესო ქრისტესთან და აკი მან 60-ს დაისადგურა რაშვაშია ზანგი და ის. ხოლო ჩვენც კიდე რო გადმოვიტანოთ ამ სფეროში, ჩვენ ახლა მიჯაჭული ვართ რა, იცი, რაღაც იდეას, რომელი იდეაც ჩვენ პირდება კარგს საქართველოს გულისხმობ და მუდმივი ტანჯვის ქვეშა ვართ. არა და არ გვეღირსა კარგი ბატონი. სულ მუდმივ ჩვენ საქართველოში ყავს ლეგრი, ხო, პერსონაჟი თომას ქოხიდან და ტყავს გვაძრობს მოსახლეობას. ჩვენ თომასავით უნდა ვიქცეთ, რათა ლეგრი გამოიცვალოს. თუ თომა არ იქცა, აი მთელი მოსახლეობა თომას კომპლექსში არ შევიდა, ჩვენ ლეგრი არასოდეს არ მოგშორდება. მოგშორებია? არ მოგშორებია, სულ მაგის ცვლაში ვართ. ჩვენ ვიცლით ლეგრიებს. და აი გადის დრო, წავიდა ერთი თაობა, აი გავიზარდეთ ჩვენც 45, აი ისე როგორც მამაჩემი და ჩემი ამოცნებით გავიდნენ, ჩვენც ესე მოგვიწევს მანდედან. გამონაკლისს შეიძლება ვთქვათ, ერთეულები იყვნენ, ვინც უკვე თომასავით გავიდნენ ხილული სამყაროდან, უხილავს ეზიარენ და ელოდებიან უფრო უკეთეს და მათ შეიგრძნეს, რატომ მოხდნენ ამ დღეში. ისინი აღარ არიან მოჯაყელი. ჩვენ ახლა გინდა თუ არა ისევ გვაქვს იმედები, მარქსისტული იმედები, რომ ამ ქვეყანაში გამოსწორება ყველაფრის შეიძლება. აი ამ სიზიფეს შრომაში ვართ, ვერაფერს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. ვერაფერს, ნუ ღმერთის წყალობა არის თუ რაღაცა ომი არ იქნა და ბომბი არ გვესროლეს, თორე ისე რა მოვიდა ხო ხედავთ თქვენ რას ელოდებოდით რომ რა ვინ უნდა შეცვალოს, რა უნდა შეცვალოს.
ან კულტურის სამინისტროში დავით მაღარაძემ რა უნდა გააკეთოს? აი, მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა გააკეთოს. დავით მაღარაძემ კი არა, დაუშვათ მე. რა გავაკეთო ახლა იმ კაბინეტში მე? აი, თქვენს კაი ხართ კულტურის მინისტრი. რა უნდა გააკეთოთ? აი რა, როდესაც თქვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული. როცა აღმოაჩენ რომ ერია, არც ძალა გააქვთ, არც უფლება, არც ნებელობა. აი, რაღაც ახორხლილი არის ყველაფერი და ვიღაცა სადღაც წახვა და გაგაჩერებენ. გარკვეულ დონით გაგიშვებენ და ჩვენ ვგევართ იმ ცხენს, მიგვიშვებენ გარკვეული დისტანციაზე და მე აღვირს მამოგდებენ. ეს არის სააკაშვილი, ეს არის საწყალი ბიძინა. აი ეს მოსახლეობის უმრავლესობისგან მე მესმის და არასოდეს მაგათ მე ქვას არ ვესვრი. მე რომ მომიცაძოთ სააკაშვილის ქვას არ ვესვრი. ეგ რაშვაშია. ეგ არის ერთი გაუბედურებული კაცი, რომელიცაც ისეთი ბნელი არის ლეგრივით, ვერ ხვდება რომ აი ესეთ ქვეყანაში რომ დადგები, სასწრაფოდ უნდა შეიმეცნო და გადადგე პრეზიდენტობიდან. მაშინ ხარ კაი ადამიანი. აი ეს ეგ არის გაუბედურებული კაცი. მაგას გონია ლეგრივით რომ თომა მისი კუთვნილება იყო, ხო გახდოთ? ასე გონია სააკაშვილს რომ საქართველოს მისია. ასე გონია ახლა ვიღაცას კიდე ბიძინა საქართველოს მისია და საერთოდ მან ყველას გონია რომ საქართველოს ჩემია. და აი მე უშველი ამას. ხელი უნდა ავიღოთ ამაში, იმიტომ რომ რა მოგვიტანა მან მითხარით, აი ამდენი ხანია ჩვენ ამას ვადევნებ თვალყურს. არაფერი. და მე პირადად მე აი არანაირი იმედი არ მაქვს რომ ხილულ ქართულ სივრცეში რაიმე მოგვარდეს. ჯერ დასავლეთში არის პრობლემა, იმიტომ რომ მეც თომასავით ბიბლიას ვკითხულობ მუდამ. როგორც თომას ქონდა ყველა მონობაში დადიოდა, მეც მონა ვარ და თომასავით ვარ შავკანიანი იმ თვალსაზრისით რომ მე ამ ხილულ სამყაროში მონა ვარ, მხოლოდ მონა რომელიც შეგნებულია, გამოსყიდულია, ელოდება გამომსყიდველს. ის უნდა მოვიდეს მეორედ. და ბიბლიით უნდა ვიაროთ, ესე იგი ღმერთთან. ბიბლია მან სიმბოლო იმისი ღმერთის არის. თუ ყოველ 24 საათის განმავლობაში ღმერთთან არ ხარ, რა მაშინ სხვისი იმედი გვაქვს ჩვენ და სატანას არ აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. ფორმა შემეცნებულია სატანის, სასწრაფოდ გამოცვლის სხვა ფორმას. შეიმეცნება, აი ისევ აჯანყებები, აი უცებ დაალაგდა. სულ ეს დედამიწის ისტორია, ეს რევოლუციებისა და აჯანყებების ისტორია. ყოველთვის არის აჯანყებების ისტორია. გადახეთ რა შეისწავლის ისტორია, სოფლიო ისტორია? აჯანყებების. სადღაც ერთი 100 წელი სიმშვიდეო რომ დანარჩენი აჯანყებები. ახლა მოვათაობა, ახლა სხვა საუჯანყდება. ეგრე რა არის ისტორია? გამუდმებული ბრძოლები, რევოლუციები, სამოქალაქო დაპირისპირებები. მე სხვანაირ ისტორია არ ვიცი. ხო და აი ახლა სიმშვიდე თუ არ მოიპოვა ადამიანმა თავად აი ამ გულში, გონებაში, ჩვენ ეს ბადნება ეს ცხოვრება ისე და ახლა რა ვიცი, ახლა შევყურო ახლა მე სააკაშვილის ნახეთ ვერაფერი ვერ გააკეთა. შევყუროთ ახლა ბიძინას შევყურებთ, ვერც ბიძინა ვერ აკეთებს ვერაფერს, იმიტომ რომ აი ამასაც პრობლემები აქვს ელემენტარული, იცის რომ არც იქიდან იმას გაუტეხოს ამერიკას, აგეთ რუსეთი იმაშვება, რუსეთს გაუსწოროს, ხალხი უჯანყდება. რა ვიცი, აი მანდედან გამოსავალი არის. ადამიანური თვალსაზრისით მე გამოსავალს ვერ ხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთიდან მე შემიძლია ვთქვა რომ არის გამოსავალი. ოღონდ საკმარისია მოსახლეობის მესამედმა მაინც მესამედმა ეს შეიგონოს. ან ერთი ორმასა თავკაცმა და მე ის გადაეცემა ყველას და ელემენტარულად დაისადგურებს გარკვეული გაგებით სიმშვიდე და ეკონომიკური აყვავება მხოლოდ იმიტომ რომ გარკვეული დროით კაცი სათავეში მოვიდა ღმერთის მოსიყვარული. აი ეს არის ისტორია ისრაელის ისტორიაში და ესეთი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ორივე შეიძლება ვთქვათ ძალიან ცოტა ხნით იყო ესეთი ოქროს ხანა და ყოველთვის ეს უკავშირდებოდა ხელმძღვანელი პიროვნების კავშირს ღმერთთან. სანამ ხელმძღვანელი კავშირს ღმერთთან არ დაამყარებს, არაფერი მათ გაყოფილი არის. შიოლაშვილს გადააბარეს ეგა და არც შიოლაშვილი რო არ არის ამ კავშირში ამ ღმერთთან. პრობლემა სხვაგან არის და ქართველ მეერმა პრობლემა რო შეცვალოს, აქეთ წამოიღეს და ცოტა ის კავშირი, რაც ამოძრავებს სოციუმს, სოფლიოს, კოსმოსს, აი იმას მიაგნონ, რაღაცა მოგვარდება. დღესდღეობით ქართველის გონია რომ ღმერთთან საქმეები გარკვეულია და ეხლა არის ხილულ სამყაროში პოლიტიკაში მოწესრიგება. აი ეს არის შეცდომა. ქართველმა ერმა უნდა გამოფხიზდეს როგორც თავის დროზე გერმანელი რომ რელიგიური რეფორმა აუცილებელია. რწმენის ის სახე, რა სახით საქართველოშია, სწორი არ არის. აი ერთადერთი წყარო ბიბლია ღმერთის, ეგ არ იყოს და მაშინ ეკლესიას რა აზრი აქვს? რაზე დგას ქართული ეკლესია? ბიბლიაზე არ დგას. მით უარესი მისთვის. და აბა თუ ბიბლიაზე არ დგას ეკლესიები, აბრაზია აშენებული. და ეს ერთადერთი წყარო ბიბლიის სანდოობისა, ერთადერთი წყარო ღმერთის არწმუნის არის ბიბლია. იქ არის მოწოდებული ღმერთი ვინ არის, რა არის, საიდან არის, რა გვჭირს და როგორ არის და ეკლესიის ისტორია უკავშირდება ბიბლიას, ღმერთის სიტყვას. ამიტომ ეს დიდი ის არის რაღაც რელიგიური მასია.
ქართველები და სანამ ქართველები აი ამას არ დააფიქსირებენ, მანამდე სოციალური პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს, როგორ შეიძლება თუ ღმერთთან არ მომაწესრიგეთ ჩვენ კავშირი, აი ზუსტი ურთიერთობა, როგორ უნდა მოაწესრიგდეს ხორცი, სხეული, ხო, სხეული, აი სოციუმის თვალა. მე არ ამჯერა. არც ერთ ქვეყანას ეგ ვერ მოუწესრიგებია. და არეულობაა მაგიტომ. იმიტომ რომ ამდენ ხანს უნდა იყოს ფსევდო რელიგიური განწყობის ქვეშ. მთელი საქართველოს შიშის ქვეშ არის. ესე იგი, დაგიფიქსირებიათ თქვენ თავში, რომ რელიგიური შიში არა გააქვთ. აი მაგალითად სამღვდელოებაში, აი ხატი თქვენ შეგეძლიათ აიღოთ და დაამტრიოთ. ეს ჩემთვის წარმართული ის არის. მე შემიძლია ისეთ დონეზე დავამტრიო, როგორც აი ეს დაამტრიეს რიცხვთა წიგში, აი ეს გველი შემოხვეული იმას სპილენძის, რომელიც კურნავდა. თქვენ ეს გააქვთ, თუ თქვენ შიში გაქვთ, წარმოიდგინეთ რა დონის შიში ექნება ყველას. ყველას. მან რელიგიური გახსოვთ თომას ქოხიდან, რატომ მომაქვს ეს ნაწარმოები, ვიცით? ძალიან ადვილი ისა და ყველასთვის ნაცნობია. ხო და ისეთი ნაწარმოები მომივიტანო, ხა წაკითხული არ ქონდათ, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ იცნობთ ბავშვებიდან ამ ნაწარმოებს. აი კაცა ლეგრის რის ეშინოდა. აი კასი რო იყო, გახსოვთ? ლეგრის შიში იყო მისტიური. კაცი ათეისტი იყო და მაინც ცრურწმენა მისე იმას აქნა, რომ კასიმ შეაშინა. აი სხვენზე რაღაცა არის, სულებია და დაუგდო წიგნიდან კასიმ ისეთნაირად გააკეთა ეს, რომ ემილინასთან ერთად რო გარბის, სწორედ გამოიყენა ლეგრის შიში, მისტიური, რელიგიური. ეს სადაც ლეგრის მოსდის, ესა. როგორ გონიათ საქართველოში ეს შიში არ არის? არ ეშინიათ მღვდლების, არ ეშინიათ დაგვწყევლიან, ვაიმე ესა და აი საქართველოში გაბატონებული არის რელიგიური შიში. ეს უნდა დაიძლიოს. ამაზე იცოცხლეთ. კაცი შვილი ხმას არიღებს. აბა თქვენ თავში დაიჭირეთ. თქვენ ხართ იმ დონეზე ქრისტიანი, რომ აღიარეთ, რომ ხატი რო გიკია, აი მოიყო და გადააგდო. ვერ გააკეთებთ ამას თქვენ. და სანამ ამას თქვენ ვერ გააკეთებთ, ცოცხალ ღმერთთან თქვენ არ აგაქვთ ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს კერპია. არაფერ კავშირში არ არის იესო ქრისტესთან. მე შემიძლია მოვერცხლილი, მოოქრული რაღაცა ნახატია ეგა და ისე არის გაკერპებული, რომ იქნებ ცრურწმენა შემოდის. ესე იგი სატანა. ესე იგი ქართველი არის სატანას ცემს თაყვანს. ჩვენი უბედურება სწორედ არის მთელი ერის ქრისტეს თაყვანისცემა კი არა, სატანის თაყვანისცემა აქვს საქართველოში ადგილი და მე პრობლემას მათხედავ მეთქი. თუ ეგ პრობლემა მოგვარდა, აი მერე გამოსწორდება ყველაფერი. ჯერჯერობით კი რასაც ვხედავთ, პრობლემა კი არ გვარდება, უფრო და უფრო რელიგიურ შიმიტის. ესე იგი სამღვდელოება ჩაკეტილია, მიწები დაირიგეს, ძაღლების ფერმები აქვთ, დიდრულად ცხოვრობენ, ხალხი გატაკდება. ამიტომ იყო მარქსი რო ადარებდა ეკლესიას ოპიუმს. ოპიუმის თვისება ხო იცით რა არის? გაბანგავს ესა ტკივილი მიდის და გაბანგვა, რომ მიყუჩებული ფორმებში მიდის. აი რა კარგი შედარება იყო ოპიუმს რო შეადარა. ხო და ეს რელიგია არის, ოპიუმდლიან არო, მაგრამ ქრისტე არა? მარქს არ უთქვია იესოა ოპიუმი. აი ეს რელიგია და რელიგია რო ოპიუმია, ამაზე ორი აზრი არ არის. მართლაც შედიან პრობლემებით, გაგაბრუებს ისა და გონია როგორ ახარ, იცი რომ პრობლემა მოგვარდა. ესე არის, ხო, ოპიუმისა და ნარკოტიკის დანიშნულება რა არის? ილუზორულად გიხსნის პრობლემას, არა და პრობლემაში ხარ. და ეს საქართველოში კი არ პატარავდება და მცირდება, უფრო იზრდება. და აკვირდით, უფრო და უფრო ფეხს იკიდებს. მე სულაც არ მწხვენია იმისა. საჯაროდ შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სატანას ემსახურება. მე საჯაროდ შემიძლია ვთქვა, ტელევიზიითაც არ მეშინია. და იმ წუთში ვეთყვი, რომ ეს არაფერი აზრი არ აქვს იმ ტაძარში ყანყალს. ანის რასაც აკეთებს ახლა შიოლაშვილი, აი დაანაზა თელი ხალხი ნათლავს და აკოთებულია სიტუაცია. ხო უნდა დაგაფიქროთ ხალხო, იოანე ნათლისმცემელი ვისაც ნათლავდა, არეულობა შექონდა? ან იესო ქრისტე რასაც აკეთებდა? ამის ნათლავს რა აზრი აქვს ეს ქარხანასავით რომ შეცვიდებიან და აი გვდელები ეს ყველაფერი არის უკვე ეს სატანის თაყვანისცემა და მან გაიჯეჯილა რა მასშტაბით სატანამ და აბატონო სოციუმშიც როგორი არეულია ყველა როგორი აღარენილია ყველა აი საკმარისი რაღაცა ქვებით აბა შეიძლება ესე გაბოროტდე რომ ქვებით მიუხვდე სააკაშვილს ეს არ არის სწორი ეს არ არის ცივილიზება ეს არ არის დიდი ერის აი რო ტრაბახობს ეს არ უნდა გააკეთო რა ვინც არ უნდა მიბრძანოს მე მაგას არ გავაკეთებ როგორ მე შეგნებული ბრბოხომ არ ახართ აბა გარედან შეხედეთ ეს არის განათლებულობა და ეს არის ინტელექტუალურობა ყველას ხო უმაღლესი ქონდა დამთავრებული ვინც ქვა აიღო ახლა მანდ სირცხვილი არ არის პრეზიდენტ რა გინდა ვერ გავიგე გარედან იცით რა ცუდათა ჩანს ეგა და აი ეს ახლა რელიგიას არ დავაბრალო აბა რა კავშირი აქვს ახლა ქართველებს ვისთან აქვთ კავშირი აი ნაყოფი ხე ნაყოფით იცნობა აგერ ბატონო რელიგიური ხის ნაყოფით აგერ ვიცნობთ რასთან აქვს კავშირი ქართველ ერს ცნობიერება რაზე აქვს დამიზნებული სატანაზე და არც იცის და გონია რომ ღმერთი უყვარს
იმიტომ რომ ბიბლია დაიგმო. ტელევიზორიდან ბიბლია იგმობა. ქრისტეს ხსენება ჭაჭანება არ არის. სატანაზე ჭაჭანება არ არის. სიყვარული რა არის, არავინ არ იცახის. კომენტარებს არავინ არ აკეთებს ბიბლიისა. ყველას ესმის ბიბლია. თუ ბიბლია არ ესმის მოსახლეობას, ესე ღმერთის სიტყვა ჩვენ არ გვესმის. ხა წერილი რომ მომწერო სასიყვარულო შენ და ეს მე არ წავიკითხო. როგორ გავიგო მე შენ? როგორი სიყვარული გაქვს ჩემს მიმართ, თუ არ წავიკითხე შენს მიერ გამოგზავნილი წერილი. აი ამას ახლა ხომ ადგილი არ აქვს ჯერჯერობით საქართველოში და ახლა როცა ეგ მოწესრიგდება იცოცხლეთ შემოკარგებო ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ჯერჯერობით ეს არაჩანს იცი მოდი ვთქვათ ეს არაჩანს და თქვენც ინდივიდუალურ ამბავში თუ ამას დაამუშავებთ ჩვენ გვეშველება თორე აბა მე ახლა ივანიშვილის იმედი ვისაც აქვს ეს ძალიან საცუდავი ადამიანია და პარლამენტის იმედი ახლა ეს პარლამენტი როგორც იქ თქვენ თქვით რომ არაფერი შეცვლი იქ რა უნდა შეიცვალოს ახლა ეგ ხომ მემკვიდრეები არიან ძველი ხალხისა, ძველი შეხედულებებისა. აი ესეთი რეკლამა არის ობიექტივზე ყოველთვის იგონებენ საბჭოურ მწერლებს, კინორეჟისორებს, ნაწყვეტებია და ბოლოს თავდება ესე. აი ასეთ ქართველებზე იდგა საქართველო. და მე დაამატებს ხოლმე ესეთ რამეს, რომ ქართული კლასიკური ლიტერატურა უკტავია თუ ხელოვნება. ამას იცი რა უნდა მიამატოს კიდე საბჭოთა. იმიტომ რომ რაც ყველა მოგვიტანა ამან ის სულ საბჭოთა იმაშია შექმნილი. ეს სწორი აზროვნება იმას ქვია, როცა სწორი ხდება ცნებებით ოპერირება. და ეხლა როცა იძახი რომ კლასიკა, ქართული კლასიკა უკდავიაო, სულ ყველა შენ რაც მომიტანე, მაგალითები იყო საბჭოთა კავშირის შექმნის დროს. სულ ყველა 60-იან, 70-იან წლები. დაამატე, საბჭოთა კლასიკა უკდავია. თორე ეგ არ არის ქართული კლასიკა. ქართული კლასიკა ფართოცნება არის. ეგ არის მონაკვეთი თუ ყველაზე უკდავი როგორ შეიძლება იყოს საბჭოთა ხელოვნება. საბჭოთა იდეოლოგია გადაგდებულია. საბჭოთა ყველაფერი დაიგმო და უკდავია ეგ. აი ხეთ აზროვნებაში შეცდომა არის? აი ჩვენ უნდა მივაგნოთ ჩვენ აზროვნებაში რამდენი შეცდომა არის. თუ ჩვენ ცნობიერებაში გაბატონებულია შეცდომების გროვა, როგორ შეიძლება სწორად წავიკითხოთ სამყარო? ამიტომ რევოლუცია ყოველთვის არის სულიერ სფერო ჩემთვის რევოლუცია, როცა არის აი ცნობიერებაში უნდა მოხდეს რევოლუცია. ჩვენ კიდე ცნობიერებას ვიტოვებთ და გარეთ გაგვაქვს ყველაფერი და გარეთ ვჩხუბობთ. და პირველი უნდა დავიწყოთ ჩვენიდან. და ქრისტემ სწორედ ეგ გააკეთა, რევოლუცია მან ადამიანში მოახდინა მაღლიდან შობაზე. დაბადება, სამარიტელს ეუბნება თქვენ არ იცით, ვისცემთ და სად თაყვანს. მოვა დრო, გამიგი არც იერუსალიმში, არც აქ თაყვანსცემა არ იქნებაო. თაყვანისცემა იქნება სულ და ჭეშმარიტებით. ეს ხო იოსოს სიტყვებია. და ასევე შემიძლია ქართველებზე ვთქვა, თქვენ არ იცით ვისცემთ თაყვანს სამებაში, ქაშვეთში. მან და არ არის ის. რომ სულით და ჭეშმარიტება არის თაყვანისცემა. იერუსალიმში თუ არ არის თაყვანისცემა საჭირო, სამება შეიძლება იყოს? ეს იესოს სიტყვებია, იესოს. და იესო არ არის ავტორიტეტი? აბა ვინ არის ავტორიტეტი კაცო? და ეს დავიწყებული არის. ამიტომ იესოს სიტყვები არავის არ ახსოვს და საერთოდ არ ფიგურირებს და ეკლესია რაზეა დაშენებული? გამოყენებულია იესოს სახელი, მაგრამ იესოს სიტყვები განდევნილია. მე ვფიქრობ ეს ეკლესია სწორედ იესოს სიტყვებზეა აშენებული და ყოველთვის ეკლესია არის ცოცხალი ადამიანი. ეკლესია ხარ მაშინ, როცა იესოს სიტყვები დადიხარ და გაცოცხლებული ხარ. ეგ ახარ ეკლესია. მან კიდეს ყველაფერი გადაყრილია, ააგეს რაღაცა, აი ახლა 82,000 საბჭოთა კომუნისტების მიერ რაღაცა აგურებით და იმეებით რაღაცა შენობა, დაარქვეს ტაძარი, დაადეს ჯვარი, შეაგდეს ზღდელი და ეკლესია. ესე მარტივად შეიძლება ეს იყოს. როგორ გეკადრებათ? ის ჭურჭელი, რომელსაც სხეული ქვია, ისევ ძველია ჩასხმული და ამ ძველი სადაც გინდა შეეხეთ, არაფერი არ მოგვარდება. ამიტომ ვიძახი, პირველი რევოლუციონერი იესო იყო. ხო გახსოვთ მან გადაატრიალა ყველაფერი. ვერაფერი ვერ გაიგეს. ვერ გებულობენ ეს კაცი რას იძახის. მე ერთი რამე საინტერესო კიდე. აი უყურეთ, აი გასულია 2000 წელი, ხო? ცოტა მეტი. გელაპარაკებით, შეგიძლიათ დაასახელოთ ლიტერატურული გმირი, რომ ამდენ ხანს იყოს აი ყურადღების ცენტრში. ლიტერატურა არანაკლებად ლიტერატურული აი პერსონაჟი არის ნამდვილი სოკრატე. პლატონის სოკრატე, დიალოგი. ხო გახსოვთ ეგ? ეს ისტორიული პიროვნებაა. მაგრამ სოკრატეს ადამიანები არ გამოუცვლია. სოკრატეს გულისთვის არავინ არ მომკვდარა. რო წაიკითხავთ პლატონისეული სოკრატეს, რომელიც ეს ისტორიულად არსებობდა სოკრატე, ეს გმირია ლიტერატურული. მაგრამ იესო გმირი არ არის ლიტერატურული, ის ღმერთია. ხედავთ და ძალიან პარალელები შეგვიძლია გავავლოთ. აი განსხვავებით თუ გიფიქრიათ ამაზე, აი სოკრატეს გულისთვის ვინმე მომკვდარა? სოკრატეს თუ გამოუცვლია ადამიანი. ამ იესო ხო ძალიან ბევრი ადამიანები გამოცვალა. არის ცით ისტორიაში რამდენ ადამიანს როგორ რაღაცა მოხდა რა, ვინც წაიკითხა იოანე კარგად რა, რაღაცა წაიკითხეთ, გამოიკვლიეთ, ნახეთ. ეს არ არის ლიტერატურული გმირი.
ხო, ბევრს რო გონიათ, რომ ეს ლიტერატურული გმირია, მითია, თუ ლიტერატურული გმირი არის, გმირები ესე არ მოქმედებს ადამიანზე, რომელმა ლიტერატურულმა გმირმა იმოქმედა ადამიანზე. მაგალითად, საქართველოში ავიღოთ ესეთი რამე, თუთაშხიას გმირი. ვინმე მიმოქმედა? აი, შეცვალა თუთაშხია, რომელიმე ქართველი შეცვლილი იქნა თუთაშხის წაკითხვის მერე. და მე მოგიტყვანთ უამრავ ადამიანებს, რომელიც ქრისტესთან გაცნობის შემდეგ შეიცვალა. აი, თლიანად შეცვალა ქრისტემ ჩემი აზროვნება. ხო, იყო რაღაც ასკოლგები. აი, მაგრამ ჩემი აზროვნება არ შეუძლია სოკრატეს. არ შეუძლია პლატონს ვკითხულობდი, არ შეუძლია კანტს. მათ ჩემი აზროვნება ვერ შეცვალეს. ვერც გული გამომიცვალეს. ისინი ადამიანებზე სხვა რაღაცას მეუნებოდნენ, მაგრამ წაკითხული მაქვს. ვიცნობ რომ ისინი იყვნენ ისტორიული არსებული პიროვნებები იყვნენ, მაგრამ ისინი ზაიმოქმედებას ვერ ახდენენ შინაგანად, ვერ, აი, ჩემი სულიერი ცვლილებები მათ არ გამოუწევიათ. ამიესომ კიდე საოცრება გააკეთა, ხო, არა მარტო რაღაც ლოკალურში და ნაციონალურ საზღვრებში კი არ ჩაჯდა. ყველა ვისაც შეეხვეგა, რა ვიცი, გერმანელი გინდა, ინგლისელი გინდა, ამის გულისთვის იხოცებოდა ხალხი. ლიტერატურული გმირისთვის შეიძლება 12 მოციქულიდან 12-ვე დაიღუპოს? მითხარით რა, იქ არ იწერებოდა ისა? რა მოხდა ასეთი რა? რა მოხდა და აღდგომა? ეს არ არის ისეთი სასწავლე მითებად რო აქვთ მონათლული ძალიან ბევრს. ხო იცით რომ მითები იყო ეს? არავით არის მითი, კაცო, რანაირად არის მითი? აღდგომა. მე აღდგომის მჯერა და მწამს. იმიტომ რომ აღდგომა რომ ამოვიღოთ ბიბლიიდან, მაშინ ქრისტიანობას აზრი არ აქვს. და ამიტომ რა დაიტოვეს ქრისტეში? ზნეობა, მორალი და კეთილი და პატიოსანი. ზნეობა და მორალი თუ არის ქრისტე და მაგის მასწავლებელია, მაშინ ამ ზნეობის და მორალის მასწავლებელს რატომ არ უჯერებთ, რასაც იძახის? როგორ შეიძლება ზნეობისა და მორალის მასწავლებელი ტყუილს ლაპარაკობდეს? თუ ტყუილს ლაპარაკობს პიროვნება არ ზნეობრივია და არც მორალისტია, ხო? აქაც წინააღმდეგობაა. თუ ვიღებთ იესოს როგორც მორალისტს და როგორც ზნეობრივის მასწავლებელს და დიდი რელიგიურ მოძღვარს, მაშინ რასაც იძახის, რატო არ უჯერებთ? ის იძახის რომ მე ვარ ღმერთი. ის იძახის რომ მე აღსდგები და აღსდგა. მაშინ იტყუება და თუ ამაში იტყუება ის პიროვნება, არაფერში აღარ უნდა რა გარანტია რომ ზნეობა ამისი სწორია? ანის რომელ ადამიანს მოუვა თავში მთის ქადაგება? ვინმეს მოუვიდა თავში ეგა? შეიძლება ეს ადამიანს მოუვიდეს ის რაც აი მთის ქადაგება? ან შეუძლია ვინმე მის შეასრულოს რაც იქ წერია? ეგ იესომ შეასრულა მარტო. იმიტომ რომ ადამიანები ვერ ასრულებენ ბოლომდე. ბოლომდე ჩვენ მორალური ვერასოდეს ვერ ვიქნებით. ბოლომდე ზნეობრივი ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით და არასოდეს არ მოვისხათ მანტია იმისა, რომ ჩვენ ვართ კარგი და ზნეობრივი ადამიანები. ჩვენ შეცდომას ყოველთვის უშვებთ. მარტოს იესომ შეასრულა ეს. და რა კარგი რამე დაგვისახა მან რომ აი ამ მადლით გადარჩენა, აი ეს რომ გამოსყიდული ვართ ჩვენ და ამის მერე რომ ჩვენ უკვე მერე ამას რო ვიღებთ რწმენი და მერე ჩემში ხდება სული წმინდით გამიგეთ ახალი ადამიანის წარმოშობა. ეს სასწაული არ არის? ვის შეუძლია თუ არა ეს ღმერთს? როგორ არ შეიძლება მაგალითად არაფერი მიუღებელი არ არის ჩემთვის ის რაც წერია თქვა აღდგომა. ჩემთვის არ არის მიუღებელი ის პროცესები რომელიც ღმერთმა შექმნა სამყარო და თავიდანვე იყო დატენილი. ენტროპია რა არის თერმოდინამიკის მეორის კანონით რომ სამყარო ესე იგი ძველდება ესე იგი ენტროპია გრძელდება და ერთჩვენიერ დღეს ეს უკვე უნდა განადგურდეს. და რატომ არ შეიძლება პროცესები უკან წაიყვანოს ესა და არაბუნებრივი კი არ გაუკეთებია ღმერთს რაიმე. ყოველთვის ბუნებრივი კანონებით ხელმძღვანელობდა. მაგალითად, ცხენი კი არ უქცევია ადამიანად. ეს არ გაუკეთებია მას. ეს კანონების დარღვევა, რომელიც თვითონ შექმნა მან და ის სასწაულები, რომელიც ბიბლიაში აბსოლუტურად არ არღვევს იმ კანონებს, რომელიც ღმერთმა დააწესა. ეს საოცარი არის, რომ ამას გაყვეთ და აღმოაჩინოთ. ამიტომ ჩემთვის ის სასწაულები ძალიან მისაღებია და სწორია. ყველაფერი ის სასწაულები ჯდება ფიზიკურ კანონებში. ის არ არღვევს ამ კანონებს. უბრალოდ უკუიმეებს აკეთებს, აბრატნი ხოთს აკეთებს. შეუძლია მას ეს დააბრუნოს და ისე, მაგრამ ახალ კანონებს ის არ ქმნის, თუმცა ისეც ვიცი და შორს გავდივარ, რომ ღმერთს ყველაფერი ძალუძს. შეუძლია მას მთლიანად შეცვალოს ყველაფერი და მართლაც როცა მოვა, აი ამ ყველაფერს ხო შეცვლის. მთლიანად ახალ თვისებაში გადავდივართ. აბა განდიდებული სხეული რა არის და ამდღარი ესო თუ თავში არ აგვაქვს ჩვენ რომ აქ არის ჩვენთან და ის კი არ გადამთისიქთიკა. ჩვენთან არის მუდამ. აი რაზეა ლაპარაკი? ჩვენ კიდე შიოლაშვილს ავცემთ დღეს კიდე თაყვანს. მღვდლებს ვუღებ დღუნებით და ჩამოკიდებულ ხატებს, ნატიტყან ხატებზე არის და გავსებული აქვს ყველა ოჯახები, ოჯახი არ არის საქართველოში ხატები არ იყოს და კითხვა მაქვს. კი, მაგრამ მადლი აღარ არის. ამ მოხატულ ოჯახებში ასეთი არეულობა და გაუგებრობა რატომ არის? სადაც ღმერთია, სიმშვიდე და თანხმობა არის. ძალიან მარტივი არის ამის ახსნა და თუ ჩვენ ღმერთთან ვერ გავასწორებთ მდგომარეობას. პოლიტიკური ცხოვრება როგორ? პოლიტიკა რა არის რო? პოლიტიკა ადამიანების ერთობლიობაა და მართვის ხელოვნებაა ესა და გადანაწილებაა შრომისა და ზოგი ორგანიზატორი. ეს ახლა ჩვენ
თუ ვერ მოვაწესრიგეთ ურთიერთობა ღმერთთან, ვერ გავიგეთ ჩვენ თავში რა ხდება, საიდან მოვდივართ, საით მედივართ, რა უნდა მოვაწყოთ და საქართველოს კი პრობლემათა პრობლემის ქვეშ არის, ესე იგი ჯერ დამოუკიდებელი არ არის არასოდეს 200 წლიდან მოყოლებული ქვეყანა თავის თავს ვერ მართავს და კითხვა აქ უნდა დავსვათ ჩვენ. რატომ ვერ მართავს რესპუბლიკა თავის ქვეყანას? რატომ არ გაგვანთავისუფლა ღმერთმა და არ მოგცა ესეთი სტატუსი? როგორც ვთქვათ, შვეიცარია არის, როგორც საფრანგეთია, გერმანია, დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ აბსოლუტური დამოუკიდებლობა. არა ვართ ჩვენ დამოუკიდებლობა. ერთმანეთზე დაახლოებული და რაღაცა დოზით და ჩვენ სიტყვა რო გქონდეს. ჩვენ თლიანად ვართ ჩამოკიდებული. დამოუკიდებული კი არა, ჩამოკიდებული. ჩამოკიდებულებიდან უნდა დავდგეთ დამოუკიდებლობაზე. დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობაზე. ჯერ ჩვენ ნახეთ სადა ვართ? ჩამოკიდებული ვიყავით, ვართ კიდე ჩამოკიდებული. და ხო შეიძლება ეს ჩამოკიდებულება ერთხელ ჩამოხსნას და გადაგაგდოს. მაშინ იწყება არეულობა. როგორც კი ჩამოკიდებულობა შეჩერდა, სირიაში ომი დაიწყო. და ყველგან. ამიტომ ესეთი ქვეყნები სირია, ერაყი უნდა იყოს დამოკიდებული. და ნუ აგდებენ იქ ჩორტებს. დამოკიდებულობას კიდე ირჩევს ხალხი. მოდი ჩვენ ავირჩიოთ დამოკიდებულება და ავირჩიოთ ის, ვიზედაც უნდა ვიყოთ დამოკიდებული. მთელი ერი რო ამას შეიგნებს, მე მგონი ეს არის ძალიან კარგი. დღეს ახლა ქართველი ერი არც იმას იძახის რომ რუსზე ვარ დამოკიდებული, არც ის რომ ამერიკა. იძახის ამერიკა შენ გაეთრიე, რუსო შენც გაეთრიე. მესმის სულ. ამიტომ ვართ მაგ დღეში. არ არის სწორი. ამიტომ არის ვუხმობ მე, როცა მოუხმობ, ღმერთი გვეტყვის ჩვენ, აუცილებლად ღმერთი ჩაგვაბარებს ვიღაცას, უნცროს უფროსთან, ცოლს ქმართან, შვილს დედმამასთან. შეიძლება ბავშვმა იძახოს დამოუკიდებელი ვარო? შეიძლება ცოლმა თქვას დამოუკიდებელი, შეიძლება ქმარმა თქვას დამოუკიდებელი ვარო? გარკვეული გაგებით არის დამოუკიდებელი, მაგრამ დამოკიდებული. როგორც ცოლ-ქმარი ერთმანეთზე არიან დამოკიდებული, მაგრამ დამოუკიდებლები, ესეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს სახელმწიფოს შორის, ხო? ჩვენ არ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად უაზროთ, ესე იგი, დაგვანებეთ თავი. არ არის ეგ სწორი. ღმერთი არ გაგუშვებს, არ არის სწორი კაცო, თავი როგორ დაგანებო კაცო. რაც უნდა მოინდომოს, ახლა თქვენმა გოგონამ, თქვა თავი დამანებეთ, დედა, ეხლა მთლიანად დამოკიდებულია თქვენზე, მაგრამ ყირაობს რა, ვითომ დამოუკიდებლობასაც ამ დროს ყველაფერზე გაუჭირდება დედა დაგიძახებს, მამა დაგიძახებს. ის გამიკეთა, ეს გამიკეთა. ხომ არის ესე? მაგრამ პრეტენზია მაგასაც აქვს, რომ დამოწდეთ თელი რიგ საკითხებში. არ არის ეგ სწორი. ბავშვმა და შეიგონოს უნდა როგორც სუბიექტმა ქვეყანამ, რომ დამოკიდებულება კარგი რამეა, მაგრამ 100% ხეიბარი ხო არ ახარო დამოუკიდო. მაგალითად, თქვენი შვილი 100% თქვენზე როა დამოუკიდებელი შეგაწუხებთ. ტუალეტში ამიყვანე ხელში და გამიყვანე რა დედიკო რა. ერთხელ გაიყვანე. ბოლოს მოგბეζა ვექტო. ფეხები გაიარე რა. ეგ შენ შეგიძლია გააკეთო. ასევე ჩვენ თუ ვართ 100% უნდა ჩამოვეკიდოთ ადამიანს და ეს არ მოწონს არც რუსს, არც ამერიკელს, რომ თლიანად ჩამოვეკიდოთ. მთელი ქვეყანა კიდე მოსახლეობა უნდა ჩამოეკიდოს პარლამენტს. არ გამოვეეგა. სააკაშვილი ვერ დაიკიდებს 3 მილიონს. ყელზე და აჭმევს და ასმევს. აი რამდენი პრობლემები არის და აი ამის ერთი რო დავიწყოთ და ერთ-ერთი მოვაგვაროთ, მე მოგვარდება ყველა. ჯერ როგორ მოგვარდება პრობლემა, რომ მთელი საქართველოს უფრო და უფრო შიზოფრენიაში შედის. ეკაბესელიასთვის, პარლამენტში მჯდომი ქალისთვის, კონსტიტუციაზე მაღალდგა შიოლაშვილი, სანამ მაგას ამაზრებში იქნება, მაგისგან კაი რამეს ველოდებით? და აღერც ველო დახია გააკეთა. მაგან ქვეყანამ ფული აიღო ეხლა მაგან. ხო თავისი ხალხი რო გამოუშვა საპატიმროდან ვისი ადვოკატები იყო პირველ რიგში გააკეთა. შურიძიებას არა ქურაშვილის მაგალითზე? რატო შეაცდინეს ეს კაცი? რატო ჩამოაწანწალეს? ან რას აყურყუტებენ ციხეში? თუ ბოროტება იყო მთელი სააკაშვილის რეჟიმი და ბოროტების ერთ-ერთი მსხვერპლიც ოქროაშვილიც იყო. გამოიყვანე უთხარი და რაღაცა აპირობითი სასჯელი და გამოუშვი. რატო ყავთ დაჭერილი? რას მაიმუნებს ბესელია? მე ეს ის ბესელი არ არის რომ თმებს იგლეჯავდა რომ ოქროაშვილი კაი კაციაო? ხო გახსოვს? როგორ კბილებით გლეჯდა სააკაშვილს? რა კატამ გადაირბინა. ეხლა ბესელიასთვის ოქროაშვილი ცუდი ყოფილა? სად იყო მართალი ბესელია? მაშინ როცა ოქროაშვილის ადვოკატი იყო და ყველაფერში ამართლებდა, თუ ეხლა როცა ადვოკატი არ არის და ადანაშაულებს. აი ასეთი მდგომარეობა მან შემოკარგებოდა. ეს არის ფოხედულობის ბრალი. ბესელიასთვის ავტორიტეტი არის შიოლაშვილი. გამოკითხვამ დაადასტურა 98% აღიარებს პირველ კაცად შიოლაშვილს. აი ჩვენი უბედურება. ერი, რომელიც პირველ კაცად შიოლაშვილს აღიარებს პირველ კაცად, იმისგან რამეს ელოდებით თქვენ? ეს მოეწონება ღმერთს? შიოლაშვილი შეიძლება პირველ კაცად იყოს? ან შეიძლება რეიტინგები, ვინ პირველია, ვინ მეორე? პირველი ყოველთვის სამყაროში ღმერთია.
პირველი ყოველთვის ეგ არის. რა შეგნება ეგ არის? რეიტინგები პირველი არის შიოლაშვილი, მეორე არის ივანიშვილი. დააკვირდით, მეორე არის ივანიშვილი. მერე მოდიან ძმანიმისნი, თარგამაძე. გადახედეთ რა ხალხი მოდის? ეს არ არის სასაცილო. ჩემთვის შიოლაშვილი არის ცოდვა დაცემული კაცი, რომელიც არის მოეკითხება ბოლომდე. კაცი დღესაც ზაღლებით არის დაკავებული და ეგ არის პირველი კაცი? აი სირცხვილო ქართველი ერის. ნახეთ როგორი ათვლის რა შკალაა საქართველოსი? იმიტომ რომ ღმერთი არ აწამს ქართველ ერს. ცოცხალი ღმერთი რომელიც დგას და ამიტომ მანდ ლიგრები გამრავდებიან. ტანჯველები ესე იგი და თომა თუ გამოჩნდა მათ, მაშინ გვეშველება. ჩვენ თომები გვაკლია მათ. და დღეს თუ რამე გაუგებრობა მხოლოდ იმით რომ ძალიან ბევრი რაოდენობით ლეგრები გაჩნდნენ საქართველოში. ხო ეს პერსონაჟი. ყველას უნდა ვლასტი. ხო ვინც შევიდა დაწყნარდა, ხო გარკვეული გაგებით. ხო ყველაფერი მოწესრიგდა ახლა გუბაზასთვის. ოჯახს სიმშვიდე გადაეფარა ის პარლამენტის მადლი. კობა დავითაშვილის მადლი გადაძეა ძიძიგური. ახლა უბრალოდ უნდა უფრო წინ წასვლა და ხიპიშობენ. რა, სიღატაკე მოისპოს საქართველოში? ღატაკი ხალხი არ არის, შევარცხვინე შიოლაშვილი. ძაღლებით დაგულაობს და გადაიხედოს ღობისიქით რა გაჭირებულია ხალხი. არ მითხრათ ხალხო ეგ კაცო არ გამაგონოთ შიოლაშვილზე არაფერი. რელიგიური ის არის, რა ქვია, ბურჟუა. რელიგიური ბურჟუა რა კავშირია ქრისტესთან? რა გაიარა ქრისტიანულმა ისტორიამ? გადახედეთ სირცხვილი ეგა, სირცხვილი მაგას. პავლე მოციქულები ნახეთ როგორ ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ, როგორ იხოცებოდნენ ქრისტეს სიყვარულის გამო, როგორ აწვამებდნენ. ქრისტეს გულისთვის მაგას ვინმე ამან წამება მიიღო? რა სახელმწიფო დონეზე არის ეს პატრიარქი და შეტენეს ხალხს. და ეს ხალხი თაყვანს მას და ეს კაცი არის სატანასთან და სატანასთან მთელი ქვეყანა რო არის იმას რა მეშველება ჯერ. ამიტომ ეს რა ვიცი, ჯერ ამ რელიგიური მასში ვარ ხალხნო და ამემტკიცეთ რომ რამე გამოვა რა კაცო. მე ხო მე მაგიდან გილაპარაკებდი, ღმერთი მწამს მე და იქიდან ვლაპარაკობ, ღმერთს უჭირავს ყველაფერი, აი ყველაფერს უყურებს ის. და როგორ შეიძლება რაიმე გამოვიდეს იმის უარყოფის ხარჯზე? და მან უკუღდებულია იესო კაცო. კი გონიათ რომ ვიღებთო. ესე გონია ებრაელ ერსაც ესე გეგონა ქრისტე რომ მოვიდა. არ მიიღეს ჯვარზე გააკრეს და მას მერე უბედურება დღესაც უბედურება. რტონობით ხალხი ხოცება იქ. არ გამოლევია მტერი ისრაელს. არ გამოლევია რა, ერთი მუჭა ერს. იმიტომ რომ იესო დაგმეს მათ. ხო? ასევე რომის იმპერია დაინგრა. იმპერატორები საერთოდ ახსოვს ვინმეს? იესო კიდე მიდის და მიდის. 2000 წელია ეს მთელი ადამიანების გულს აღელვებს ესა. შთაგონების წყაროა მთელი ხელოვნებისთვის, ლიტერატურისთვის, რა ვიცი, კინოხელოვნებისთვის. მითხარით, ეს არის ისტორიული გმირი? რომელი ისტორიული გმირი გაძლევდა ამდენი ხანი? ცხოვრებაში ვიცით ჩვენ ძალიან ბევრი ისტორიული გმირები. ძალიან ბევრი ლიტერატურული გმირები. ლიტერატურული გმირები რამდენიც გინდა არის ხომ სოფლიოში. ჰამლეტი მაგალითად ლიტერატურული გმირია. ვინმეს ახსოვს? ჰამლეტის გულში თავი მოუკლია ვინმეს? ჰამლეტის პიროვნებას გამოუცვლია ვინმე? თუ რა ნაკლები ის ლიტერატურული გმირებია საქართველოში? ვინმე ცხოვრობს მაგითი? ამიტომ იესო ღმერთია ხალხნო და მაგის დავიწყება ცოდვა არის. არაფრით არ შეიძლება რომელიმე მეგ დაივიწყოს. წავრდგებით იქ დღეს არა ხვალ მასთან წავრდგებით. ეს მარტო თომას სირცხვილი როცა ვკითხულობთ იმ ნაწარმოებს ვიღაცა ზღაპარიგონი ეგა. აი წაიგითხეთ კიდე ერთხელ, წაიგითხეთ ეგა. ახალ თარგმანში უფრო არის ბიბლია დაბრუნებული. ამ საბჭოთა იმაში ხო გახსოვთ რობინზონ კრუზოც ამოიღეს იქიდან ბიბლია და კუნძულზე იმას ბიბლიით იყო და არამღუდელით მიაქციეთ ყურადღება და თომას კიდე სადაც არამედის ბიბლია აქვს ჯიბეში. დაღუპული მართლმადიდებელი თომა დაიღუპებოდა. იმიტომ რომ გაიყიდებოდა ეგა, მართლმადიდებელი იმას არ გაყვებოდა, ხო? ხო გაიყიდა თომა, იქ ხელიდან ხელში გადადის. ნახე აქაც რა მაგარია რომ ეს სწორი გაგება. იგი ღმერთი სადაც მიდის მიყვება. და ქართულ ცნობიერებაში მღვდელთან ახარ მიბმული, გადაფსკვნილი. გახვალსადმე მღვდელი უნდა გამოყვეს. საზღვარგარეთ თუ არ გამოყვას იტანჯები. საქართველოს ვაიმე მღვდელი ეკლესიასთან უნდა ვიყო აუცილებლად. ეს საშინელებაა მეგობრებო. ეს შეყედულება რა თქმა უნდა წარმართულ არაქრისტიანული არის და მთელი საქართველოს ახლა რელიგიური შიშის ქვეშ არის სააკაშვილიც. სააკაშვილის სხვათა შორის მისი მარცხი გამოწვეული არის იმით რომ ეგეც რელიგიური შიში არის. სხვანაირად არ შეიძლება იცით? მასაც რელიგიური შიში აქვს. აი ეთქვი, აი გადაგცემ ხატზე. დაგწყევლი და მოქმედებს ეს, ხო? რელიგიური ადამიანი რო დაიბადება, ან სატანასთან ახარ, ან ღმერთთან, მაგაგებით ვიცახი. ხო, როცა სატანასთან ახარ რელიგიური ხარ, კავშირში ხარ. სიტყვა რელიგიას ესე ვხმარობ, კავშირში ყოფნა. და სატანასთან კავშირი არის მე ის არასოდეს არ გეტყვის რომ მე მეცი თაყვანი, მე სატანა ვარ. გეტყვის მე ვარ ღმერთი. ხო, ანგელოს სახეს მიიღებს ხატთან გამოგეცხადება, აი
გადახედეთ, აი, რანაირი დღე არის, წმინდა ნიკოლოზობა. ერთმანეთს ულოცავენ, ნიკოლოზობას გილოცავ. ამიხსენით ხახნო. რა ნიკოლოზობა? ვინ არის ნიკოლოზი? აი, რა უნდა მიშველოს მე ნიკოლოზმა? აი, ან გიორგმა რა უნდა მიშველოს? აი, შეიძლება ხახო ნიკოლოზობა იცოდეს ქართველმა და იესოობა არა? იესო ქრისტეა მთავარი. ლოცვა შეიძლება ნიკოლოზას ვთხოვოთ და ნიკოლოზას შევავედროთ საქართველო? ხახო მიჩვენეთ საწერი ეგ არა? მიმითითეთ რა? რატო არ ლოცულობს ნიკოლოზზე თქვა გერმანელი, ფრანგი? რატო ყავს ნაციონალური წმინდანები? რა არის ეს? რა ჯანდაბა არის? საწერი ეგა. თომა, როცა იმაში იყო, მონობიდან ხელიდან ხელში გადადიოდა, ნიკოლოზზე ლოცულობდა? თავად იესო ნიკოლოზზე ლოცულობს? აი, რომელ წმინდანზე ლოცულობს იესო ქრისტე? ან ნებისმიერი მოციქული, ნებისმიერი წინასწარმეტყველი. მითხარით რა? რა არის ეს? როგორ შემოაპარა სატანამ ესე რომ დარიყავს ვიღაცა და წმინდა ნიკოლოზობას გილოცავთ. აი რაღაცა დარიყავს წმინდა ნიკოლო, აი როგორ ეს რაღაცა შაბლონური. აი საერთოდ იცი ვინ არის ნიკოლოზი? და თუ გავარკვიეთ ვინ არის ადამიანი. აი იმას რა უნდა ვთხოვოთ ჩვენ? ცოდვილი ადამიანი წავიდა იმ ქვეყანად. რა ახლა იმას ვევედრო მე? ის ხო ღმერთი არ არის. შუამავალი ნიკოლოზი შეიძლება ყავდეს ქრისტიანს? ღმერთთან შუამავალი იცით ვინ არის? იესო. და აი რა აკლია ქართველებს. მთელი მასშტაბით ეგაგალია და ახლა ინდივიდუალურად თქვენი გონებთ 1 2 3 კაცი ეგ არაფერს არ ნიშნავს. ეგ თქვენ გეშველებათ და ძალიანაც მჯერა რომ კარგად იქნებით, მაგრამ როცა ჩვენ გვინდა და ვართ მაგ ქვეყნის მოქალაქე და სურვილია, მე ვისურვებდი რომ დიდი დოზით ესე მესამედი მაინც მოსახლეობის ცნობიერებას დაეპყროს იესო ქრისტეს პიროვნება, მისი საქმე, მისი სიყვარული და მოგვარდება მეგობრებო საქმე. ბესელიას დაწვა პირდაპირ შიოლაშვილთან და რა უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან ერთი არ გამაგიჟოთ პარაკლիս უხდიან ივანიშვილის ხო ხალხნობა ივანიშვილის პარაკლისი რა არის ესა ხო გარდაცვლილი ხალხის პარაკლისებიც კიდე რა არის ეს პარაკლისი ხო ნუგეშის ცემაა და ნუგეშისეული სული წმინდა არის და რა ვიცი ახლა გარდაცვლილი ხალხი წავიდა ეს რა თეატრი არის ხო უფრო და უფრო მრისხანებს ღმერთი ჩვენთან და თუ ეს არეულობაში გადაიზარდა თქვენ მაინც ხომ მიხვდებით რომ ეს კანონზომიერია რაც ქართველ ერს ხდება ხო რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს რატომ არ იღებენ რატომ არ იღებს საზოგადოება იესო ქრისტეს და იღებს ყველაფერს იღებს შიოლაშვილს მღვდლებს აი წარმოიდგინეთ ესეთი რამე თეა თუთბერიძე ქალი რომელიც თვითონ აი რა დღეში იყო მღვდელი ყავს მაგასაც გამოვიდა ქალი რომელსაც მღვდელი ყავს იძახის პატრიარქი ჩემთვის არ არის წმინდა ამ დროს მღვდელთან დადის არ არის ახლა ეს ცოტა გახლეჩილი პიროვნება კაცო თუ პატრიარქი შენთვის არ არის ის მღვდელი ვინ არის რო ეს რა აზროვნება არის თუ პატრიარქს გამო მართლმადიდებლობა დასაგმობი არ არის რა ეს მართლმადიდებლობა სხვა რამეა და პატრიარქი სხვა ვინმეა აბსოლუტურად ეს მართლმადიდებლობა განუყოფელია პატრიარქობიდან ეს ერთი მეორიდან გამოდის მართლმადიდებლობიდან გამოდის პატრიარქი და პატრიარქი ასახავს მართლმადიდებლურ დოქტრინას როგორ შეიძლება ეს გავყოთ ერთი მეორისგან ხახნო ესე მართლმადიდებლობა დავტოვოთ და მღვდლები გადავყაროთ? ვინ გითხრათ ეგა? პირიქით, მართლმადიდებლობა გადავაგდოთ, ყველა დავტოვოთ, მღვდელიც და პატრიარქი. უთხრათ რომ ეს სწორი არ არის. ეს არ არის ქრისტიანობა? და ეს რა ვიცი ეს პატრიარქი ჩემი არ არის და მღვდელი არის ჩემი. დანაწილებული არის რაღაცა სისულელია ესა. მართლმადიდებლობა დასაგმობი, ეს მსოფლმხედველობა არის რომ სატანას აყავს და აღლიავებული და ყველა საშინელ დღეში არის. მღვდლებიც ცუდად არიან, მრევლიც ცუდად არის და შიოლაშვილი ყველაზე ცუდად არის. ქრისტიან კაცი კიდე არ არის რომ იცი გადავყაროთ ესენი ჩვენ უთითებთ მართლმადიდებლობის მსოფლმხედველობის მავნებლობაზე და არა მის მსახურებზე ქრისტემ სწორედ ეგ გააკეთა ცოდვაზე მიგვინიშნა და არა ცოდვილებზე ცოდვილები გადავყაროთ არა ცოდვა ის უნდა გამოვისყიდო და ცოდვილები შეიყვარა მან ცოდვილი ადამიანი რო არ შეიყვარა მე არ შემიყვარებდა ის ცოდვას არ იყვარებს ის და ცოდვილი შეიყვარა და ასევე შემოკარგებო მან ესე იგი მართლმადიდებლობა საკარგი არის ეს კარგია და მღვდლები გადავყაროთ შიოლაშვილი გადავაგდოთ არა მეგობრებო ეს ერთი მეორეა თუ გაიგებენ ისინი ხო თუ თვითონ მოუვათ ეს თავში ხო მაგარი რამეა აი რას არ მივცემდი ახლა რომ შიოლაშვილს ხვალ უცებ თავი გავეგონათდეს და მან დაიწყოს იესო ქრისტეს გადაგება და აი რეფორმაცია როგორც გააკეთა მარტინ ლუთერმა აი ეს რეფორმაცია დაიწყო სამსიბირის ხანაში შიოლაშვილმა აი ვიტყვი რომ უკვე საქართველოში დაიწყო სიკეთე ეს არის სიბნელეში ეს კაცი რა ესავა სხვა მოვა ისავა კიდე სხვა მოვა რამდენიხანია მართლმადიდებლობა საქართველოშია იცვლებიან პატრიარქები რამე დაძრულა ჩვენ სოციალურ
გარემოში, ან არაფერი ჩვენი ენაც არ გაცდა ჩვენ საზღვრებს. აი, რამდენი სიტყვა შევიდა ინგლისური ქართულში, ასევე რუსულში. უყურებდი ახლა და დამინტერესდი. რამდენი სიტყვა შევიდა ქართული ინგლისურში? არც ერთი სიტყვა არ არის ინგლისურში, არც ქართული, არც რუსული. არის ენა რამხელა რაღაცა არის. თითქოს ხო პატარა რამეა. მაგრამ მაინც საამაყუა, იცი? ნახე, ინგლისური სიტყვების ცვენა არის ქართულში. რუსულში ძალიან ბევრი შევიდა, ძალიან ბევრი ინგლისური სიტყვები შევიდა და სპეციალურად რუსულ ენაზეც გამოიცა უცხო სიტყვათა ლექსიკონი ახალი, რომელიც ძალიან ბევრი უკვე გადატვირთულია 20-25,000-მდე თანამედროვე ენა, აი ინგლისური ენა და ბევრი ფრანგულიდან. სავსეა უკვე და გადარუსულებული. ხო, მოიგეს რუსულს. აბა ინგლისური ლექსიკონი გადავშალო და ნახოთ რამდენი ენა შემოვიდა რუსულიდან. არ შემოვა. იმიტომ რომ ყოფიერება აქიდან იქით შედის და არა იქიდან აქით. ქართული ყოფიერება არსად არ გასულა საზღვარგარეთ. ყოფიერებას ენაც მიყვება. მაგალითად შექმენი რაღაცა კომპიუტერი და შენ ენაზე შექმენი, ხო? კომპიუტერს გაიტანა შენი ენა უნდა აიღოს იმან. და ჩვენ ახლა არაფერი არ შეგვიქმნია. ესე იგი, რასაც უდავიერი ვარ, რომ ჩვენი ენაც კი ვერ გაცდა საზღვრებს. ჩაკეტილი ვარ ძალიან ისე, ასევე ოსი, აფხაზი. ხო, არაფერი ენა არ არის. ეს ენა ვერ აღწერს იმ ფენომენებს, რომელზედაც ჩვენ ახლა ზემოთ ლაპარაკობდით ხომ? გადახედეთ ენები, როგორი ენები მოდის ხომ? რა როგორი ეს ინგლისური ენა როგორი მოედო მსოფლიოს. თავის დროზე ლათინური, ბერძნული, ძველი ბერძნული. ახლა ინგლისური ხომ მოედო მსოფლიოს. 500 მილიონი ლაპარაკობს სულ ცოტა ამ ენაზე. 500 მილიონი. სულ ცოტას ვიძახი. სახელმწიფოებს აღარ ვიძახი რა ჯერ რამდენი სახელმწიფო ამ ენაზე და რამდენ სახელმწიფოში მეორე ენა ინგლისური არის. აგერ ქართულიც კი უკვე დაეწია ქართულში, უკვე ქართული არ არის პირველი, მაგას აუჯახდნენ სააკაშვილს და ეს პროცესი ვერ შეჩერდება. არ შეჩერდება ეს ენა, ეხლა სვანის ენა არაფერს არ წარმოადგენს საქართველოში. ენა იმასაც აქვს და აფხაზსაც და ოსს. არაფერს არ წარმოადგენს. ჩარჩები შენ ენაში მოკვდები. გადაგქელავენ, გინდა არ გინდა ესეა. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. და წინ ვერ წავალთ თუ ჩვენ იესო ქრისტეს არ მივიღებთ. შემთხვევითია რომ ინგლისური ენა ესე გაპარპაშთა? არა. იცით რატომ არა? ამ ენაზე არის ყველაზე მეტი ქრისტეზე დაწერილი. არც ერთ ენას ქრისტეზე ამდენი არ დაუწერია, რამდენიც ინგლისურ ენაზე. ადრე ლათინურად წერებთ. ძველ ბერძნულ ენაზეც ბევრი დაიწერა, მაგრამ ინგლისურმა ყველა რეკორდი მოხსნა. ამ ენაზე რომ ქრისტეზე როგორც საწინააღმდეგო, ისე არასაწინააღმდეგო დაიწერა, არც ერთ ენას ამდენის არ აქვს. მე ამას თუ გვერდზე ამოუდგება თქვა გერმანულენოვანი. ამ ენაზე. ცოტა დააკვირდით მართლაც ინგლისური ენოვანი სამყარო და გერმანულენოვანი სამყარო. ხო ხარიან ლიდერები. დგანან ხო ლიდერთა კოჰორტაში ეს ორი ისა. შემთხვევითი არ არის და კიდე ვიძახი. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის იესო ქრისტეს ამსახურება. ერი რომელიც იესო ქრისტეს მიიღებს, მის წერილს წაიკითხავს, გაიაზრებს, კარგად შეიმეცნებს, იმას ამ ცხოვრებაშიც ნუზრუნავ ხვალ რა გექნება. აი იმაზე უკვე ამართლებს ეს, მაგრამ როცა შენ ქრისტიანი არ ხარ, ეს არ უნდა იზრუნო ხვალის ეთქოს თუ შერი მოკვდები. ეს ქრისტები უკუღმა არ გავიგოთ ეს ისენი. ეს არც პირდაპირ ისე გავიგოთ, იცი რა, არ ვიზრუნო ხვალის და არ არის ეგრე. შენ ქრისტე უნდა იცოდე. კარგად უნდა შეიმეცნოს კაცმა ქრისტიანული მსოფლმხედველობა და ქრისტეს სიყვარული რა გააკეთა მან, ამაზე მედიტაცია საჭირო, ამაზე მეტი შრომაა საჭირო და ამას უნდა მეტი შრომა და სხვა დანარჩენი ჩვენ მოგვეცემა. როცა ჩვენ ღმერთთან ვართ, ეს იმან იცის ჩვენ რა გვინდა და მოგცემს. ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა, მოგცემს თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით. რა ყიღა ღმერთთან ჩვენ არა ვართ, ჩვენ ვართ ჩამოკიდებულები. ჩამოკიდებულობა ქართველს არ მოწონს. იმიტომ რომ ზოგი კაცი ჩამოგიკიდებს ხო იცი სხვადასხვა ადგილზე. ყელზე რო ჩამოგიკიდოს კიდე კაია, მაგრამ რა ვიცი, ვინ მოვძებნოთ ისეთი ყელზე დაგვიკიდოს, ა? Ain't gonna
time now, baby. After a while, gonna do mine, gonna be mine. One of these days, I'm moaning, droning, baby. Try. Won't be long. Thing gonna change. Sometime in the middle of the night, I get so lonely. Thing gonna change. Change. Thing gonna change. Further on up the road, baby, thing gonna change. Change, baby. Your time now, baby. But after a while, it's gonna be my time, baby. Thing gonna change. Change. Thing gonna change. Yes, it is. Thing gonna change. Change.